ბებიასთან გატარებული დროიდან ყველაზე ნათლად და გემრიელად მახსოვს სამზარეულოში ფუსფუსი. მახსოვს როგორ ვაცხობდით ხაჭაპურებ, კარტოფილიან ღვეზელებს, ქადებს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ პატარა ვიყავი, ეხლაც კი, როდესაც რამეს ვაკეთებ, მახსენდება ბებოსთან ერთად როგორ ვაკეთებდი. ის რეცეპტი ამომიტივტივდება ხოლმე თავში, რასაც ბებო იყენებდა. პროსტურად ბებო რეცეპტების გარეშე აკეთებდა, ზუსტად იცოდა რადო როგორ უნდა გაეკეთებინა და აკეთებდა. აკეთებდა ყველაფრისგან, რაც სახლში ქონდა. არ ქონდა მნიშვნელობა ზუსტად იმდენი იყო რაოდენობა, რამდენი სჭირდებოდა თუ არა. რაც მოხდებოდა ხელში, აი იმით აკეთებდა და თან ისეთი გემრიელი გამოსდიოდა ყველაფერი, ისეთი გემრიელი. ხო და ეხლა მეც მოვინდომე კარტოფილის ღვეზელების გაკეთება ჩემი შვილებისთვის, მათთან ერთად. ხედავთ ამ პატარა უნავარ ხელებს ჩემთან ერთად. მახსოვს ბებო ცომს როგორ ზელდა, მაწონს აუცილებლად ამატებდა ხოლმე ცომში და ასევე ბოლოში აუცილებლად გამოიყენებდა ხოლმე ზე, თავზე მოусმევდა ლამაზად და ისე მომწონდა. გუნდებს ფქვილში ამოავლებდა ხოლმე, მერე გააბრტყელებდა. უпростоრად ერთად ვაბრტყელებდით. ყველაზე ბედნიერი ვიყავი ხოლმე, როდესაც ბებოს სამზარეულოში ვეხმარებოდი და ამის უფლებას თითქმის ყოველთვის გვაძლევდა. ჩვენ შვილიშვილებს. მერე უგემრიელესი გულსართით გამოვავსებდით ხოლმე ცომს, მივიცემდით ლამაზ ფორმას და უფუმფულესი ღვეზელები გამოდიოდა. ხო და მეცავდექი და მხოლოდ იმით, რაც სახლში მქონდა, რეცეპტის გარეშე და ჩემი მახსოვრობით დავიწყე ღვეზელების გამოწყობა. ქვილი 2 დიდი ჭიქა დაახლოებით, ცოტა მარილი დავამატე და კარტოფილის ნახარში მოვზილე. შეგვიძლია ჩვეულებრივი წყალიც გამოვიყენოთ. ცომში დავამატე ამობუჟბუჟებული მაწონი. სოდას რომ ჩავყრიდით ხოლმე მაწონში და მერე მოვურევდით, ძალიან მიყვარდა როგორ ამოდიოდა იმის ყურება. ხო და მეც ესე მოვიქეცი. ცომი კარგად ამოვიდა. ცოტა ზეთიც დავამატებ ცომში. საბოლოოდ ზეთში მოვაგუნდავე და დავტოვე ტილო გადაფარებული. დაახლოებით 1 საათი დავასვენე და ამოფუვდა კარგად. ამასობაში კარტოფილი მოვხარშე. სანამ მოვხარშავდი, დავთალე, დავრეცხე, დავჭერი. შემდეგ ჩავჭყლიდე. ცხელ-ცხელი ჩავჭყლიდე. ბებომაც ესე იცოდა ხოლმე. მარილი დავაყარო, შავი პილპილი. გემოვნებით, რა თქმა უნდა. ბებო ხანდახან კამასაც დაამატებდა ხოლმე. თუმცა ჩემ გოგონებს კამა არ უყვართ. უბრალოდ მწვანილები არ უყვართ ხოლმე. და რაც მთავარია, ხახვი. ხახვი არაჩვეულებრივ გემოს და არომატს აძლევს, შიგ-თავს. უნდა დაჭრა წვრილად. ტაფაზე მოხრაკო, უბრალოდ მოყავისფრო ფერამდე უნდა მიიყვანო, კარამელიზირებული უნდა გახადო. შემდეგ მოვურიე და რაც მთავარია, დავაგემოვნებინე ბავშვებს. მოეწონათ თუ არა შიგ-თავს, რა თქმა უნდა მოეწონათ და როგორც მე ვაკეთებდი, მათაც ისე მოინდომეს. ცალკე დაიწყეს შიგ-თავსის გულსართის ჭამა. მეც ესე მიყვარდა ხოლმე ბავშვობაში, რა თქმა უნდა არ დამიშლია. მერე რა, ჭამოთ, ბავშვები არიან. მახსოვს ბებო ცომს რომ დაჭრიდა, ხელებს ზეთში ისველებდა, რომ ზედ ცომი არ მიკრობოდა. მეც ესე მოვიქეცი და ცომის გაბრტყელების დროს ფლომად ფქვილსაც ხმარობდა. მე გადავწყვიტე ზეთში გამებრტყელებინა. ანუ ფქვილი საერთოდ არ გამოვიყენე ცომის გაბრტყელების დროს. ხო და ძალიან თხელი და კარგად დაბრაწული ღვეზელები გამოვიდა. მე ძალიან მომეწონა. ცოტა განსხვავებული გამოვიდა ბებოსგან, მაგრამ ძალიან გემრიელი და ბავშვებსაც ძალიან მოეწონათ. ხო, არ დაგავიწყდეს. ჩემი არხი გამოიწერე. დროებით.